დაპირებული სიახლე დუბაი დერმა 25-დან. რა იყო ძირითადი ტენდენციები და რითი უნდა ვიხემძღვანელოთ უახლოესი ერთი და არაერთი მე როგორც ვფიქრობ წელიწადი. პირველი ეს არის ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა დიაგნოსტიკაში და ასევე აპარატურაში, რომელსაც ვიყენებთ კოსმეტოლოგიაში. ასევე ეს იყო ახალი ნივთიერებები, ჩვენთვის ახალი, მაგრამ მედიცინაში კარგად ითხოვნის წინ შესწავლილი, ეს არის ეგზოსომები და PDRN-ი. განსხვავებით ფილერებისგან და ბოტოქსებისგან, ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ბუნებრივ კანის მდგომარეობაზე მოქმედებენ. ამაზე მე დაწურლებით მე არაერთ ვიდეოს ჩავწერ, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო თემაა. ასევე ჩემთვის საინტერესო თემა იყო ფსიქოლოგიური მდგომარეობის ზემოქმედება კანის მდგომარეობაზე და მის კანის დაავადებებზე მათ შორის ძალიან საინტერესო იყო. დამელოდეთ ნელ-ნელა ყველაფერს დავდებთ.